ზოგიერთი ადამიანი ბიბლიას მხოლოდ ისრაელის ისტორიის ან მითოლოგიის წიგნად მიიჩნევს. თუმცა ბიბლია მსოფლიოში უძველესი წიგნია, რომელიც სხვადასხვა დროს დაიწერა ათეულობით სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანების მიერ 1600 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. რაც უფრო გასაოცარია არის ის, რომ ყველაფერი, რაც 1600 წლის განმავლობაში დაიწერა, დაკავშირებულია როგორც წინასწარმეტყველება და შესრულება. ბიბლიურ ჩანაწერებს შორის შევისწავლოთ წინასწარმეტყველება მეფე კიროსისა და მისი შესრულების შესახებ. მეფე კიროსი იყო სპარსეთის იმპერიის დამაარსებელი და აღმოსავლეთის დამპყრობელი. მოდით შევხედოთ ბიბლიაში ჩაწერილ მის დიდ მიღწევას. აი რას ამბობს სპარსეთის მეფე კიროსი. დედამიწის მთელი სამეფონი მომცა მეუფალმა, სათა ღმერთმა და მიბრძანა აუშენო მას სახლი იერუსალიმში, იუდაში რომ არის. რატომ ადიდებდა სპარსეთის მეფე კიროსი ისრაელის ღმერთს და გაათავისუფლა ისრაელები? მეფე კიროსმა დაინახა თავისი სახელი ნაწერი ისაიას წიგნში, რომელიც დაწერილი იყო დაახლოებით 170 წლით ადრე, ვიდრე ისრაელის შვილებს გაათავისუფლებდა. ასე ეუბნება უფალი თავის ცხებულს, კიროსს, რომლის მარჯვენაც მე მიჭირავს, რომ დამორჩილდნენ ხალხები შენს წინაშე. და მოგცემ შენ სიბნელის საუნჯეთ და დაფარულ საგანძურებს, რათა იცოდე, რომ მე ვარ უფალი, შენთვის სახელის მწოდებელი, ისრაელის ღმერთი. მეფე კიროსმა გააცნობიერა, რომ ღმერთი დაეხმარა მას ბაბილონის დაპყრობაში და მან გაათავისუფლა ისრაელები, როგორც ეს ბიბლიაშია ნაწინასწარმეტყველები. შედეგად მეფე კიროსი კვლავ ადიდებენ ხალხი, როგორც უძველესი მონარქი, რომელმაც გაათავისუფლა მონები და აღიარა რელიგიის თავისუფლების უფლება. ბიბლიამ ასევე იწინასწარმეტყველა იესოს, როგორც ბავშვის დაბადება დედამიწაზე მის მოსვლამდე დაახლოებით 700 წლით ადრე. ქალწული დაორსულდება და შობს ძეს და უწოდებს მას სახელად ემანუელს. ამ წინასწარმეტყველების თანახმად, ღმერთი დაიბადა როგორც იესო ქალწულ მარიამის სხეულით. უფრო მეტიც, ბიბლიამ დეტალურად იწინასწარმეტყველა, თუ როგორ დაზარალდებოდა იესო. შესაზღვრი იყო ის და კაცთაგან მიტოვებული. მაგრამ ის დაჭრილი იყო ჩვენს დანაშაულთა გამო, დალეწილი ჩვენი ურჯულოების გამო. ჩვენი სასჯელი მასზე იყო და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ. ამ წინასწარმეტყველების თანახმად, იესო შუბით გახვრიტეს და მათ რახით სცემდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის წინასწარმეტყველებები ხალხს არ ესმოდა მათი ჩაწერისას, ისინი სრულად შესრულდა. ამიტომ ბიბლია გვაფრთხილებს, რომ წინასწარმეტყველებებს ზიზღით არ მოვეპყროთ. ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვერ გადავრჩებით, თუ ზიზღით ვეპყრობით ბიბლიის წინასწარმეტყველებებს. ბევრი წინასწარმეტყველება შესრულდა ზუსტად ისე, როგორც დაწერილია, ასე რომ დარჩენილი წინასწარმეტყველებები უშეცდომოდ ახდება. იქნება დიდი მიწისძვრანი, ადგილ-ადგილ მოსვლა და შიმშილობანი, საშინელებანი და დიდი ნიშნები ზეციდან. ბიბლია გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავიქცეთ სიონში, რათა გადავრჩეთ, როდესაც მოვა უკანასკნელი დიდი კატასტროფა და განადგურება. შეგროვდით სიონისკენ, აღმართეთ ალამი, გაიქეცით, ნუ გაჩერდებით, რადგან უბედურება და დიდი დაღუპვა მომაქვს ჩრდილოეთიდან. სიონი, სადაც ღვთისდღესასწაულები აღინიშნება, არის თავშესაფარი და ხსნა, რაც ღმერთი დაგვპირდა. ღვთის ეკლესია მსოფლიო მისიის საზოგადოება ერთადერთი ეკლესიაა მსოფლიოში, რომელიც აღნიშნავს ღვთისდღესასწაულებს ბიბლიის სწავლებების მიხედვით. ეს არის სიონი.
ღმერთის ეკლესია თავშესაფრისა და ხსნის ადგილად იქცევა იმიტომ, რომ ღმერთი თავად ცხოვრობს იქ ხორციელად და ასწავლის თავის ხალხს ჭეშმარიტებას. ბიბლიის ყოველი წინასწარმეტყველება აუცილებლად უნდა შესრულდეს. გჯეროდეთ ბიბლიის წინასწარმეტყველებების აბსოლუტურად და მიიღეთ ხსნის კურთხევა ღმერთის ეკლესიაში, რომელიც აღნიშნავს ღვთის დღესასწაულებს.